მასწავლებლები ხელოვნურმა ინტელექტმა უნდა ჩაანაცვლოს. მოდით ვიდებატოთ თინანო ანასტასიას წინააღმდეგ. ვნახოთ, ვინ გაიმარჯვებს გავანდელ დებატებში. გვაჩვენეთ რა პოზიციები ამოგივათ. ვეთანხმები, არ ვეთანხმები. არგუმენტების მოსაფიქრებლად 2 წუთი გაქვთ. მე დაგტოვებ. პირველი რაუნდი. მოვისმინოთ ანასტასიას არგუმენტი. ანასტასია, შენ ამისთვის 15 წამი გაქვს. წამზომი ჩაირთო. ხელოვნური ინტელექტი უკვე ცვლის თანამედროვე განათლების სისტემას. ისეთი სასწავლო პლატფორმები, როგორიცაა ხან აკადემია და Duolingo, ქმნიან ინდივიდზე მორგებულ სასწავლო პროგრამას. მასწავლებელი ფიზიკურად ვერ შეძლებს ყველა მოსწავლის საჭიროებას მოერგოს. ხელოვნური ინტელექტი კი სპეციალურად შენზე მორგებულ რჩევებს მოგცემს. ახლა თინანოს კონტრარგუმენტის ჯერია. თინანო, შენ ამისთვის 14 წამი გაქვს. წამზომი ჩაირთო. AI კარგი ინსტრუმენტია, მაგრამ მასწავლებელს ვერასდროს ჩაანაცვლებს. ბავშვებს სჭირდებათ ემოციური კავშირი და ადამიანი, რომელიც ყოველთვის გვერდში დაუდგებათ და გაამხნევებს მათ. გარდა ამისა, განათლება მხოლოდ ცოდნა არ არის. ეს ადამიანური ურთიერთობებიცაა, რომელსაც ხელოვნური ინტელექტი ვერ უზრუნველყოფს. მეორე რაუნდი. მოვისმინოთ თინანოს არგუმენტი. თინანო, შენ ამისთვის 15 წამი გაქვს. სკოლა მხოლოდ საგნების სწავლა არ არის. გარდა ამისა, მასწავლებელი გვასწავლის ცხოვრებისეულ გაკვეთილებს, ქცევას, გუნდურობას, თანასწორობას. ის არის ავტორიტეტი, რომელსაც ბავშვი მიბაძავს. კლასში ურთიერთობები ცოცხალი კომუნიკაციის ხარჯზე შეიზრდება. AI-ს კი არც ავტორიტეტი აქვს და არც ადამიანური ურთიერთობები. ახლა ანასტასიას კონტრარგუმენტის ჯერია. ანასტასია, შენ ამისთვის 14 წამი გაქვს. ეს ყველაფერი კარგია, მაგრამ მოდი რეალობაში შევხედოთ. ყველა მასწავლებელი არ არის საკმარისად კვალიფიცირებული იმისთვის, რომ ბავშვისთვის ავტორიტეტი იყოს. AI კი ყოველთვის თანაბრად ხელმისაწვდომია და სამართლიან სასწავლო გარემოს ქმნის. შენ უკვე ორივე მოდებატის არგუმენტები მოისმინე. გამარჯვებული შენ უნდა გამოავლინო. ეკრანზე მონიშნე იმ მოდებატის სახელი, რომელმაც შენი აზრით გაიმარჯვა.